გამარჯობა, დიდი მადლობა გამოხატეთ დაინტერესება და შემოვიყვანეთ დღევანდელ ვებინარს. ეს არის მორიგი ვებინარი ელექტრო უზრუნველყოფის მიმართულებით. წინა ვებინარი დასწრები ხართ შეგახსენებთ, რომ იყო მზის ენერგიის მიმართულებით, კერძოდ ეხებოდა off-grid სისტემებს. აღნიშნული ვებინარის ჩანაწერი უკვე დევს ჩვენს YouTube არხზე და დაინტერესებთ შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ. მე ვარ ლევან მეტრეველი, ინტელკომ ჯგუფის დირექტორის მოადგილე. წარმოგიდგენთ დღევანდელ ვებინარს, რომლის მთავარი საკითხი იქნება UPS-ის სიმძლავრის შერჩევა. დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდება აღნიშნული ვებინარი. შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ. ხელისაწევის ფუნქცია, რომელიც არის Zoom-ის პლატფორმაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ და დასვათ კითხვები. მანამდე მთელი სემინარის განმავლობაში იქნება ჩატიც და კითხვა-პასუხის მოდულის გააქტიურებული და შეგიძლიათ დაწეროთ და შემდგომ ამ კითხვებზეც გაგცემთ პასუხს. სანამ პიტაპი გადავალთ საკითხზე, მოდი მოკლედ გავიაროთ და შევეხოთ უწყვეტი წყაროს ისტორიას, საიდან იწყება. როგორც კი პრინციპში გაჩნდა ელექტროენერგიის გამოყენების საკითხები აქტიურად, გაჩნდა საკითხი, რომ საჭირო გახდა უწყვეტობა ამ ენერგიის. სადღაც მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში ძირითადად ეს შეეხებოდა ელექტრულ სისტემებს, ინფორმაციის გადაცემისთვის გამოყენებულ სისტემებს. მათ ჰქონდათ საჭიროება, რომ ინფორმაციის გადაცემის დროს არ ყოფილიყო წყვეტა ელექტროენერგიისთან. პირველი ესეთი მარტივი უწყვეტი კვების წყარო შეიძლება ითქვას მშობელი იყო ეგრეთ წოდებული DC უწყვეტი კვების წყაროები, ანუ მხოლოდ აკუმულატორების ბაზაზე დამზადებული სისტემები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში, როდესაც გაითიშებოდა მთავარი სისტემა, იხდიდნენ გადართვას და მეტნაკლებად უზრუნველყოფდნენ ელექტროენერგიის უწყვეტობას. ელექტროენერგია, როდესაც უკვე ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და გახდა ერთ-ერთი მთავარი ენერგიის წყარო, რა თქმა უნდა, გახდა საჭიროებიც, რომ კიდევ უფრო რთული სისტემები და უფრო მაღალი სიმძლავრის გადაწყვეტები შემუშავებულიყო. განსაკუთრებული აქტუალურობა მოიპოვა 50-იანი წლებიდან, როდესაც საფინანსო სისტემებიც გაჩნდა ავტომატიზაციის პროცესები, მათ შორის მაგალითად გადახდის სისტემები დაინერგა, იყო ნაღდი ფულის განაღდების ეგრეთწოდებული ბანკომატები, რომელსაც დღეს აქტიურად ვიყენებთ, მისი პირველი ეტაპები და იყო საჭიროება, რომ უწყვეტი კვების წყარო ყოფილიყო შემუშავებული. და უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ერთ-ერთი მსხვილი დამკვეთები ამ პერიოდში 50-იან წლებში, მაგალითად იყვნენ ტოტალიზატორები. ერთ მაგალითსაც თუ მოვიყვანთ, კომპანია Fujitsu იაპონიაში ერთ-ერთ ტოტალიზატორს 250 კილოვატის სიმძლავრის უწყვეტი კვების წყარო შეთავაზა. მაშინ ძალიან აქტუალური იყო დოღი და დოღზე ფსონების განთავსება, რომელიც ელექტრონულად ხდებოდა და ის რომ არ მოყოფილიყო რამე გაუგებრობა, ამიტომ ძალიან კრიტიკული იყო იმ პერიოდისთვის, რომ უწყვეტი ენერგია ყოფილიყო. ეგ გამოიყენებოდა სხვადასხვა სისტემები, ერთ-ერთი იყო მაგალითად კინეტიკური UPS-ი, ესეთი მარტივი პრინციპი იყო, ძრავი ელექტროენერგიის არსებობის შემთხვევაში ძრავი ადგენდა დიდ ბორბალს მაღალი სიჩქარით და როდესაც ელექტროენერგია გაითიშებოდა, ეს ბრუნის ინერციით ხდებოდა უკვე გენერაცია ელექტროენერგიის და ამ მომენტში ხდებოდა გადართვა აკუმულატორულ სისტემაზე. აკუმულატორები იმ პერიოდისთვის უფრო ესეთი რესურსები იყო შეზღუდული, მალე გამოდიოდა ექსპლუატაციის ციდან და ამიტომ დიდი დატვირთვა რო ყოფილიყო აკუმულატორებზე, მინიმალურად ცდილობდნენ რომ აკუმულატორები გამოიყენებინათ და ზუსტად ამ პრინციპს იყენებდნენ და ეს კინეტიკური ენერგია გაძლევდა საშუალებას, რომ აკუმულატორებზე გადართვა მომხდარიყო წყვეტის გარეშე. რაც შეეხება უკვე 70-იანი წლებიდან, როდესაც ნახევარგამტარული ტექნოლოგიები შემოდის და კომპიუტერული მეცნიერებები უკვე უფრო ფართოდ ვითარდება, გამოცვლითი ცენტრები, ლაბორატორიები, მათ შორის სამედიცინო აქტიურად იყენებდნენ კომპიუტერ ტექნოლოგიებს და უკვე იყო დიდი საჭიროებები უწყვეტი ენერგიის და მაშინ დაიწყო შექმნა ეგრეთ წოდებული ორმაგი გარდაქმნის უწყვეტი კვების წყაროები, რომელიც ეს პრინციპში დღესაც ვიყენებთ აქტუალურად. მთავარი ბაზა დღევანდელი ტექნოლოგიის უწყვეტი კვების წყაროს არის ორმაგი გარდაქმნა, ანუ ენერგიის გარდაქმნა ხდებოდა ცვლადი დენიდან მუდმივ დენზე და შემდეგ ისევე მუდმივ დენიდან ცვლად დენზე.
და საკმაოდ დიდი სისტემები იყო. 90-იან წლებიდან კომპიუტერების განვითარებასთან ერთად და ნახევარგამტაური ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად შემცირდა მნიშვნელოვნად UPS-ების ზომებიც და მათ შორის დაემატა ჭკვიანი ფუნქციები, ანუ შეგვიძლია რაღაც კონფიგურირებადი გავაკეთოთ, ანუ მომხმარებლის დონეზე მოვახდინოთ უწყვეტ წყაროს პარამეტრების კონფიგურაცია. როგორც აღნიშნე, დღესაც 70-იან წლებიდან დაწყებული ეს ტექნოლოგია ორმაგი გარდაქმნა არის აქტუალური. ადრე თუ უწყვეტი კვებიწყარო თავის შექმნის იდეა იყო ელექტროენერგიის უწყვეტობა, დღეს უკვე მას სხვა ფუნქციებიც აქვს. კერძოდ ეს არის ძაბვის სტაბილიზაცია, სიხშირის სტაბილიზაცია და სუფთა სინუსოიდის ფორმირება და მისი უზრუნველყოფა. რას ნიშნავს ორმაგი გარდაქმნა, ხო? რატო ვიყენებთ ამ ტერმინს? გარდა მაგისა, ორმაგი გარდაქმნა შეიძლება შევხვდეს ტერმინოლოგიაში ონლაინ უწყვეტი კვების წყარო, ორმაგი გარდაქმნის უწყვეტი კვების წყარო და როგორც აღნიშნე, ასევე ჭკვიანი უწყვეტი კვების წყარო. ხო, სამივე ეს ტერმინი დღეს უკვე ერთი ფუნქციის ქვეშ არის გაერთიანებული. და რა არის ეს ორმაგი გარდაქმნა? შემავალი ცვლადი დენი პირველ რიგში გარდაიქმნება rectifier-ის გამოყენებით მუდმივ დენად და შემდგომ ეს მუდმივი დენი ისევ გარდაიქმნება ცვლად დენად. შესაბამისად, ანუ ზუსტად ამ მეთოდს ეძახით ორმაგ გარდაქმნას, რადგან ორჯერ ხდება ელექტროენერგიის გარდაქმნა. რას გვაძლევს ეს? პირველ რიგში არის, რომ ცვლადი შემავალი და გამომავალი ცვლადი დენების ბლოკები ერთმანეთსგან არიან დაშორებული, ანუ მათთან ერთმანეთთან პირდაპირ კავშირი არ აქვს. ამიტომ ცვლად შემავალ ბლოკში თუ მოხდება ძაბვის, ან ვარდნა, ან მომატება, ან სიხშირის ცვალებადობა, ეს არ ახდენს გავლენას გამომავალ პარამეტრებზე. იმის გამო, რომ ჩვენ მუდმივი დენიდან ვიღებთ უკვე შესაბამისად ინვერტორის გამოყენებით ცვლად დენს. და ეს ერთის მხრივ რომ უზრუნველყოფს ზუსტად იმ პარამეტრების მოწოდებას, რაც ჩვენ გვჭირდება და რაც ჩვენ კონფიგურირებული გვაქვს ამ შემთხვევაში ან ქარხნულად ან ჩვენს მიერ, ძაბვაც და სიხშირეც. გარდა მაგისა, ამ ბლოკებს შორის ესეთი დაშორება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რომ ანუ ცვლად შემავალ ბლოკში თუ მოხდა რაღაც დაზიანება, ან ისეთი მაღალი ძაბვა იქნება რაღაც დაზიანდა, UPS-ზე მიერთებული მოწყობილობები ან გამომავალზე მიერთებული მოწყობილობებზე ეს არ მოახდენს გავლენას და გარდა სტაბილიზაციისა ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს ამ ორმაგი გარდაქმნის UPS-ში მაღალი დონის უსაფრთხოება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ონლაინ უწყვეტი კვების წყაროებს ახასიათებთ, ეს არის გარდაქმნის დრო, ანუ თუ ელექტროენერგია გაგვეთიშა, აკუმულატორებზე გადართვის დრო გვაქვს 0 მილიწამი. ანუ წყვეტა არ გვექნება არც ერთ შემთხვევაში, რაც ლაინტერაქტივი უწყვეტი კვების წყაროებისგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე მილიწამია და შესაძლოა რაღაც შემთხვევებში ამან გამოიწვიოს ძლიერი ხარვეზები. ამიტომ დღეს ყველაზე მაღალი კლასის უწყვეტი კვების წყაროებად ითვლება ონლაინ უწყვეტი კვების წყარო, ანუ ორმაგი გარდაქმნის უწყვეტი კვების წყარო, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სტაბილიზაციას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ჩვენს მიერ UPS-ზე მიერთებული მოწყობილობების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გამეთანხმებით. ეხლა უშუალოდ რომ გადავიდეთ საკითხზე, რაც არის დღევანდელი ვებინარის მთავარი საკითხი, როგორ შევარჩიოთ უწყვეტი კვების წყაროს სიმძლავრე, ხო? ხშირად, როდესაც ტექნიკურ დოკუმენტაციას ვნახავთ, ან აღწერილობას თუნდაც ვებგვერდზე, ხედავთ, რომ უწყვეტი კვების წყაროს მთავარი რაც ვიჩვევთ, ეს არის სიმძლავრე და უწერია ორი პარამეტრი, ხო? ეს არის ვოლტ-ამპერი, ვატი და იქვე არის რაღაც კოეფიციენტი PF 0.6 მაგალითად. ეს ლაინტერაქტივ შემთხვევაში მაგალითად ეს შეიძლება იყოს არის 800 ვოლტ-ამპერი და 480 ვატი. შეიძლება უფრო მძლავრი ონლაინ უწყვეტი კვების წყაროს შემთხვევაში შეგხვდეს 3 კილოვოლტ-ამპერი, რომელსაც ესე უფრო კვას ვეძახით, 3 კვა მომხმარებელი ხშირად ესე მოიხსენიებს და 2.7 კილოვატი და კოეფიციენტი 0.9. ასე უფრო მაღალი სიმძლავრის უწყვეტი კვების წყარო შეიძლება შევხვდეს 100 კვა მაგალითად 100 კილოვატი, ანუ 1-ზე მსგავსი და კოეფიციენტი 1. ხო, რას ნიშნავს ეს მონაცემები და როგორ უნდა შევარჩიოთ უწყვეტი კვების წყარო, არ გამოიწვიოს დაბნევა მომხმარებლებში პირველ რიგში და რა თვით განსხვავდება ეს ორი პარამეტრი ერთმანეთისგან. მცირე ტერმინოლოგია რო განვმარტოთ, ვატი ეს არის აქტიური, ანუ რეალური სიმძლავრე, რომელსაც ჩვენი მოწყობილობა უშუალოდ მოიხმარს, ანუ გარდაქმნის რაღაც ერთი ენერგიიდან მეორე ენერგიაზე, ხო, როგორც მოგეხსენებათ, ენერგია ბუნებაში არ იკარგება, ერთ სახის ენერგია შეიძლება გარდაიქმნას მეორე სახის ენერგიად. ამ შემთხვევაში
ელექტროენერგია შეიძლება გარდაქმნათ, რომელიც არის ელექტრონის მოწესრიგებული მოძრაობა, გარდაქმნათ მაგალითად სითბურ ენერგიაში ან მექანიკურ ენერგიაში, მაგალითად გავათბოთ რაღაც მოწყობილობა, იყოს ღუმელი მაგალითად, ან მაგალითად მექანიკური მოწყობილობა, მექანიკურ ენერგიაში, მაგალითად ძრავი დატრიალდეს, ხო? ან ზუსტად ის ენერგია, რასაც ეს ჩვენ მოწყობილობა დახარჯავს, ამას ეწოდება რეალური სიმძლავრე, რომელიც გამოისახება ვატებში. მეორე არის ვოლტამპერი, რომელსაც ვეძახით სრულ სიმძლავრეს და უნდა აღინიშნოს, რომ ცვლადიდენის მოწყობილობებს ახასიათებთ ესეთი თვისება, რომ ცვლადიდენის მოწყობილობები ენერგიის წყაროსგან, ეს არის არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მაგალითად გენერატორი, იქნება თუ ელექტროქსელი, ითხოვენ რაღაც სიმძლავრეს და ამ სიმძლავრეს მხოლოდ ნაწილს ამუშავებენ, ანუ გარდაქმნიან რეალურ სიმძლავრედ და ნაწილს აბრუნებენ ისევე ელექტროქსელში. ზუსტად აი ამ ენერგიის შეფარდებას, ანუ ვატის შეფარდებას ვოლტამპერთან ჩვენ ვეძახით სიმძლავრის კოეფიციენტს. ანუ ეს სიმძლავრის კოეფიციენტი მიუთითებს იმას, თუ რა ენერგია მოითხოვა მოწყობილობამ ქსელიდან, მაგრამ რა ენერგია გადამუშავდა. და ნუ რეაქტიული სიმძლავრის შეფარდება სრულ სიმძლავრესთან, ეს არის სიმძლავრის კოეფიციენტი, რომელსაც EF-ით გამოისახება. და დაგვჭირდა კიდევ ერთი სიმძლავრე, რომელსაც ვეძახით უკვე რეაქტიული სიმძლავრეს. რეაქტიული სიმძლავრე არის ზუსტად ის სიმძლავრე, რომელიც ქსელში უკან დააბრუნა ჩვენმა მოწყობილობამ, ამ შემთხვევაში მხოლოდ საუბარია ცვლადიდენის მოწყობილობებზე და მუდმივ დენს ეს თვისება არ ახასიათებს. რეაქტიული სიმძლავრის ხშირად ეძახიან მოხეტიალე სიმძლავრეს, რომელიც პრინციპში არის უსარგებლო და ესე ვთქვათ, ქსელში წინ და უკან დადის. ამას სარგებელი არ მოაქვს არანაირი. საერთო ჯამში თავარი არსი ზოგადად არის, რომ სრული სიმძლავრე და რეალური სიმძლავრე იყოს ერთმანეთისტორი. ანუ ეს რეაქტიული სიმძლავრე რაც შეიძლება ნაკლები უნდეს, ეს არის კარგი, მაგრამ ყოველთვის ესე ვერ ხდება და არ არის შესაძლებელი. ზოგადად სიმძლავრეს ვექტორულ სიდებად განვიხილავენ და მათთვის ანუ ამ სამი ცვლადის აღწერისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული სიმძლავრის სამკუთხედი. სიმძლავრის სამკუთხედი ანუ რეაქტიული სიმძლავრე დავთვალოთ, ანუ პირდაპირ ესე ერთი გამოკლებით მარტივად აითვლება, რომ ჩვენ მაგალითად მოვითხოვეთ 100 ვოლტამპერი და ქსელში დავაბრუნეთ მოწყობილობამ დაამუშავა და გამოიყენა 900 ვატი და ქსელში დაბრუნდა 100, ანუ ესე მექანიკურად არ აკლდება. ამიტომ ეს აღწერილი არის ვექტორული სიდიდე, რადგან არის აღწერილი მის გამოთვლა ხდება პითაგორას თეორემის მიხედვით მართკუთხა სამკუთხედის პრინციპზე დაყრდნობით და ნუ ძალიან მარტივად თუ ჩვენ მაგალითის სახით თუ განვიხილავთ, თუ რეალური სიმძლავრე გვაქვს 900 ვატი, ხოლო სრული სიმძლავრე არის 1000 ვოლტამპერი, რეაქტიული სიმძლავრე ამ შემთხვევაში არ იქნება 100, არის 426. ანუ ეს სიმძლავრე, რომელიც ქსელში დადის, ესე ვთქვათ, წინ და უკან. ცოტა უფრო ადამიანური ენაზე რომ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გასავლელი გვაქვს 900 მეტრი მანძილი, გადავადგილდეთ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში და ეს მანძილი დაშორება არის 900 მეტრი, მაგრამ ჩვენ თუ გვიწევს სიმაღლეზე ასვლა ამ შემთხვევაში, ანუ B წერტილი ამ შემთხვევაში არ არის A წერტილის დონეზე, არის უფრო მაღლა, ჩვენ უფრო მეტი მანძილის გავლა მოგვიწევს რეალურად, ანუ ჰიპოტენუზაზე მოგვიწევს სიარული და ჩვენი რეაქტიული ენერგია ამ შემთხვევაში, რომელიც ფაქტობრივად დავხარჯეთ იმაში, რომ არა რეალურად შეგვჭირდებოდა, ეს არის რეაქტიული ენერგია და ანუ ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტი არის რეაქტიული ენერგია ჯამში, უფრო მეტი სრული სიმძლავრე კიდევ უფრო მეტი იქნება ამ შემთხვევაში მოთხოვილი. ანუ ეს არის ძალიან მარტივი ესეთი ახსნა ადამიანურ ენაზე და კიდევ უფრო გავრცელებული მეთოდი, როდესაც ამ სიდიდეებს ეხებიან, არის ეგრეთ წოდებული ლუდის კათხის ფენომენი. მაგალითად ლუდის კათხას ჩვენ ავიღებთ და ვიცარი ლუდის კათხას და ვიტყვით, რომ ეს არის სრული სიმძლავრე, მისი მოცულობა სრული სიმძლავრე, ხოლო ლუდის მოცულობა იქნება 70% და 30% კაფი. შეიძლება ერთი შეხედვით ფოტო გადაღებისთვის იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ რეალობაში გვირჩევნია, რომ ლუდის კათხა იყოს სრულად სავსე, ანუ PF-ი ამ შემთხვევაში იყოს 1 და არა 0.7. ხო, ეს კაფი საბოლოო ჯამში
არ არის უსარგებლო არის ამ შემთხვევაში და რეალურად ჩვენთვის საინტერესო არის მხოლოდ რეალური სიმძლავრე ამ შემთხვევაში ზუსტად ლუდის მოცულები, ხო? ეს არის ესეთი მარტივი ახსნა, რაც შეიძლება ამ სიდიდეებს თან მიმართებაში გამოვიყენო. რეალობაში ხა რატო გჭირდება ეს უწყვეტობების წყაროების შემთხვევაში, რომ ვიცოდეთ ჩვენ რამდენი არის რეალური სიმძლავრე, რამდენი არის სრული სიმძლავრე. ყველა მოწყობილობას, სვადდენის მოწყობილობას ახასიათებს ეს სიმძლავრის კოეფიციენტი. მაგალითად, პერსონალური კომპიუტერების კვების ბლოკების შემთხვევაში საშუალოდ ეს შეიძლება იყოს 0.6, რა თქმა უნდა, მოდელების შემთხვევაში, სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში სხვადასხვა, საშუალოდ თუ ავიღოთ 0.6, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ პერსონალური კომპიუტერი მიგვაქვს მიერთებული ჩვენს უწყვეტ კვების წყაროზე და ის მოითხოვს 100 ვოლტ-ამპერს უწყვეტ კვების წყაროსგან, ამ შემთხვევაში ენერგიას მის 40%-ს უკან დაუბრუნებს, ანუ 60%-ს დაამუშავებს და 40% ენერგიას უკან დააბრუნებს, ანუ 600 ვატს მოიხმარს და დანარჩენს უკან დააბრუნებს რეაქტიული ენერგიის სახით. ზუსტად ამის მიხედვით ჩვენ ნახეთ, რომ ლაინტერაქტივი უწყვეტ კვების წყაროს ნიმუში, როდესაც წინა სლაიდზე იყო, იქაც ლაინტერაქტივის უმრავლეს შემთხვევაში მათ კოეფიციენტი აქვთ PF 0.6. ზოგადად ლაინტერაქტივი უწყვეტ კვების წყაროს პოპულარიზაცია და ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ბაზარი შეიძლება იყოს გაჩნდა, როდესაც პერსონალური კომპიუტერების შექმნა დაიწყო 90-იანი წლებიდან და ზუსტად ამისთვის მოხდა ოპტიმიზირება პერსონალური კომპიუტერებში მოხდა ოპტიმიზირება ლაინტერაქტივი უწყვეტი კვების წყაროებისთვის და შესაბამისად კოეფიციენტებიც აემთხვევა რომ 0.6 აქვს საშუალო კოეფიციენტი პერსონალური კვების კომპიუტერის კვების ბლოკებს და ასევე 0.6 არის უწყვეტი კვების წყაროს კოეფიციენტიც. რაც შეეხება უფრო მაღალი კლასის კვების ბლოკებს, როგორც არის მაგალითად სერვერებში განთავსებული კვების ბლოკები, მათ კოეფიციენტი შეიძლება იყოს 0.9-დან 1-მდე, ანუ ობრივად მათ შეუძლიათ რიგ შემთხვევებში, რომ მოთხოვნილი ენერგია სრულად გადაამუშავონ. უფრო რთულად არის შედარებით საქმე ინდუსტრიულ მოწყობილობებთან, როგორც არის ძრავები, კომპრესორები და ტრანსფორმატორები. და კიდევ ერთი ფენომენი არის, რომ მათი PF კოეფიციენტი შეიძლება მუშაობის პერიოდში იცვლებოდეს. მაგალითად, ტრანსფორმატორი თუ მასზე არ არის დატვირთვა, შესაძლებელია, რომ ის კოეფიციენტი იყოს 0.1, ანუ მხოლოდ 80% ენერგიის შეიძლება ესე ვთქვათ, უკან დააბრუნოს და მხოლოდ 10% აქციოს რეალურ ენერგიას. თუ დაბალი დატვირთვაა და იგივე ფენომენი ახასიათებს ძრავებსაც, რომ თუ სრული დატვირთვა არ მუშაობს ძრავები, მათი PF კოეფიციენტი იქნება დაბალი. და ასევე კომპრესორების შემთხვევაშიც უფრო დაბალი არის ზოგადად PF კოეფიციენტი, ანუ ჯამში, ინდუსტრიულ მოწყობილობებში და თუ რაღაც საწარმო არის, ანუ ვთქვათ ოფის ტერიტორიაზე ბევრი გვაქვს ინდუსტრიულ მოწყობილობები, ჯამში ჩვენ ქსელში შეიძლება რეაქტიული ენერგია იყოს საკმაოდ მაღალი. ზოგადად, რადგან რეაქტიული ენერგია საუსარგებლო არის, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ენერგია რაც შეიძლება შევამციროთ. ხო, არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, კვების ბლოკებში გამოიყენება ეგრეთ წოდებული სიმძლავრის კოეფიციენტის კორექტირების მეთოდოლოგია, ეს არის პასიური და აქტიური მეთოდები. შედარებით მაღალი კლასის კვების ბლოკებში, როგორც არის სერვერული კვების ბლოკები, შეიძლება შევხვდეს აქტიური PF-ები, რომელიც მიკროპროცესორებზე არის დაფუძნებული და ის უყურებს ენერგიის მოხმარებას, ამის მიხედვით არეგულირებს ამ ბალანსს და არსებობს ასევე პასიურები, რომელიც ქარხნულად არის უკვე კონფიგურირება და მას ვერ შეცვლით და კონკრეტული კონფიგურაციის მიხედვით მოქმედებს. რაც შეეხება დიდ საწარმოებს და ესეთი საწარმო ქარხნებს და ასე სხვადასხვა საწარმო ზონებს, იქ PF კოეფიციენტის შემცირება ხდება ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ფუნქციონალური სისტემები, სხვადასხვა ბევრი გავრცელებული სისტემა არსებობს, ერთ-ერთი არის ყველაზე მარტივი კონდენსატორული სისტემები და ეს კონდენსატორების მუხტის მოცულობის მიხედვით ხდება ამ ენერგიის ამ რეაქტიული ენერგიის ბალანსი. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არის მომწოდებელმა კომპანიამ ესეთი მაღალი დიდი ზომის საწარმოებს მოსთხოვონ კიდევაც რომ განათავსონ მათ ტერიტორიაზე
სიმძლავრის კოეფიციენტის კორექციებისათვის საჭირო მოწყობილობები, იმის გამო, რომ ძალიან მაღალი იყოს, წარმოიდგინეთ, რომ იქ ნახეთ ჩვენ ტრანსფორმატორების შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ 10% მოხდეს ენერგიის გადამუშავება და დანარჩენი რეაქტიული ენერგია უკან დაბრუნდეს, მომწოდებელი კომპანია შეიძლება უბრალოდ პრობლემები შეექმნას ამის გამო და თუ მაღალი იქნა ესეთი რეაქტიული ენერგია, ამ შემთხვევაში შეიძლება ვალდებულებას დააწესოს, რომ მოითხოვოს განათავსოს საწარმოს ტერიტორიაზე power factor correction მოდულები, ეგრეთ წოდებული, რომელიც დააკომპენსირებს სიმძლავრის კორექციას და როგორც ვახსენე, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შედარებით ბიუჯეტური ვერსია არის კონდენსატორული სისტემები. რა გარდა ესეთი შერჩევისას რეალურად რაში გვადგება კიდე და რა უნდა ვიცოდეს ამ სიმძლავრის ამ სახეობების შესახებ. ერთ-ერთი ეს არის, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ რეაქტიული ენერგია რამდენი გვექნება ქსელში, ანუ წარმოებრივ კომპანიას რამდენს მოთხოვთ ენერგიას, მხოლოდ იმ სიმძლავრის საფასურს გადავიხდით ჩვენ, რასაც დავამუშავებთ, ანუ ჩვენი მოწყობილები, რასაც დაამუშავებენ, მხოლოდ ამ ენერგიის საფასურს გადავიხდით. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ რეალური სიმძლავრის ვატებში გამოსახული ენერგიის საფასურს გადავიხდით. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ სადენების კვეთის დათვლა აუცილებლად უნდა მოხდეს სრული ენერგიის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამან გამოიწვიოს სადენების გადახურება, დაზიანება, აალება და ასე შემდგომ. როგორც წესი, სრული ენერგია ყოველთვის მეტი ან პოლი არის რეალური ენერგიის და ამიტომ თუ ჩვენ სადენებს კვეთს დავითვლით რეალური ენერგიის მიხედვით, ეს შეიძლება მნიშვნელოვნად პატარა მცირე იყოს ვიდრე სრული ენერგია და ამას შეიძლება გამოიწვიოს, როგორც აღნიშნე, ის პრობლემები, რომელიც შეიძლება სადენებს დაუკავშირდეს. და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ სრული ენერგიის მიხედვით, ანუ ვოლტამპერის მიხედვით უნდა დავითვალოთ ავტომატური ამორთველები, იქნება ეს ცვლადი დენის, ცვლელები თუ სხვა ის მოწყობილები, რომლებიც დაკავშირებული არის ელექტროგაყვანილობასთან, ანუ ერთის მხრივ კომპონენტებს ვითვლით სრული დენის მიხედვით, რომელიც შეეხება ელექტროსელის მოწყობას, თუმცა რეალურად აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხდება რეალური ენერგიის მიხედვით, რომ ანუ ვიცით მხოლოდ იმ თანხას, რასაც ჩვენი მოწყობილობები რეალურად გადაამუშავებენ. გარდა რეაქტიული ენერგიისა, ცვლადი სრული ენერგიისა და რეალური რეაქტიული ენერგიისა, არსებობს ეგრეთ წოდებული პიკური დენები, რომელიც უწყვეტი წყაროს შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. რა არის პიკური დენი? განსაკუთრებით ეს ახასიათებს ინდუსტრიულ მოწყობილობებს, რომელსაც ასევე მოიხსენებენ როგორც გამშვები დენი, ჩართვის დენი, მოწყობილობები, რომლებიც რეალურად აქვს რაღაც ნომინალური სიმძლავრე, ჩართვის მომენტში მოიხმარენ ამ ნომინალურ სიმძლავრეზე ბევრად მეტ სიმძლავრეს. შეიძლება ეს იყოს 10-ში მეტიც კი, მაგალითად, ძრავი, რომელიც ჩართვის მომენტში მოიხმარ შეიძლება 1 კილოვატიანი ძრავის გამშვები დენი იყოს 7 ან 10 კილოვატი მაგალითად, ხო? და არსებობს კიდე ასევე არაწიფრივი დატვირთვები. მაგალითად არაწიფრივ დატვირთვებს რამდენადაც ესეთი ის გასაკვირი არ უნდა იყოს, მიეკუთვნება ფაქტობრივად ყველა კომპიუტერული მოწყობილობა, ლედნათურები, რომლებიც მუშაობის პერიოდში არასტაბილურად, ანუ არათანაბრად მოიხმარენ ენერგიას. მაგალითად, პირიქით ესეთი წფივი დატვირთვის მაგალითი არის, მაგალითად ვარვარის ნატურა, ჩვეულებრივი ესეთი სტანდარტული ვარვარის ნატურა, რომელსაც წინაღობა არ იცვლება მუშაობის პერიოდში და თუ ჩვენ გვაქვს მუდმივი ძაბვა, შესაბამისად ამ ნატურის მიერ მოხმარებული ენერგიაც იქნება დროის განმავლობაში მუდმივი, რაც არ ახასიათებს მაგალითად იგივე თანამედროვე ლედნათურებს. შესაბამისად, როდესაც თუ ესეთ მოწყობილებებს ვიყენებთ, უწყვეტი კვების წყაროში არის ესეთი პარამეტრი, crest factor-ი ქვია, მაგალითად 3 ერთზე შეიძლება იყოს მითითებული, შეიძლება 2 ერთზე გააჩნია უწყვეტი კვების წყაროს ან სხვა პარამეტრი, რაც ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობას, ანუ ამ უწყვეტი კვების წყაროს შეუძლია თავისი ნომინალური სიმძლავრის 3-ჯერ მეტი სიმძლავრის გაძლება დროის რაღაც მონაკვეთში. როგორც წესი, ესეთი პიკური დენები გრძელდება რამდენიმე მილიწამის განმავლობაში და უწყვეტი კვების წყაროს აქვს უნარი, რომ ესეთ დატვირთვებს გაუძლოს. მაგალითად, საოფისე ტექნიკას თუ ავიღებთ ლაზერული პრინტერი, რომელსაც
ახასიათებს როგორც გამშვებიდენი ამ შემთხვევაში მასში განთავსებული არის ღუმელი, რომელიც ცხელდება ბეჭვდის წინ და ასევე მუშაობის დროს ძრავებიც არის და შეიძლება ახასიათებდეს როგორც გამშვებიდენი ჩართვის მომენტში, ასევე მუშაობის მომენტში იყო ახასიათებდეს მარაცფივი დატვირთვები და ამ შესაბამისად უწყვეტი კვების ხარო უნდა შეძლოს, რომ ამ ესეთ დატვირთვებს გაუძლოს. ხო, სხვადასხვა მოწყობილობებს ეს გამშვებიდენები აქვს სხვადასხვა. როგორც წესი, ინდუსტრიულ მოწყობილობებში ეს არის უფრო მაღალი და შეიძლება რამდენიმე მილიწამით გაგრძელდეს. ამიტომ სტანდარტული უწყვეტი კვების წყარო შეიძლება ვერ გამოვიყენოთ ესეთ ინდუსტრიულ მოწყობილობებში. ხო, ლეგნატურებში მაგალითად და სხვა ესეთ მოწყობილობებში ეს გრძელდება 1-10 მილიწამამდე, ან შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები სტანდარტულად, თუმცა ინდუსტრიულ მოწყობილობებში ეს შედარებით უფრო დიდხანს გრძელდება და ამიტომ უნდა შევარჩიოთ მისთვის სპეციალიზირებული უწყვეტი კვების წყაროები. პიკური დენი, როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გრძელდება და როგორც წესი, მისი გასაზომვა სპეციალური ხელსაწყოები არის საჭირო, ეგრეთ წოდებული დენზონ მარწუხი, რომელიცაც თუმცა ყველა მოდელს არ აქვს ამის ფუნქცია, რომ ეს პიკური დენი გაზომოთ, თუ გვჭირდება ჩვენ ესეთი დენის გაზომა, უნდა შევარჩიოთ კონკრეტულად ამისთვის განკუთვნილი მოწყობილობა და როგორც წესი, ჩვენ მაგალითად თუ ესეთ ინდუსტრიულ მოწყობილობასთან გვიწევს უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი, აუცილებლად შეთინასთან სანამ შევარჩიოთ უწყვეტი კვების წყაროს, ვახდენთ ამის მონიტორინგს და გაზომვას ჩართვის მომენტში რამდენი არის პიკური დენი. ხო, ამის ჩართვის მომენტში უნდა გაიზომოს ეს მოწყობილობა, რამდენიმე მილიწამი გრძელდება და უბრალოდ მისი დადგენა ხშირად შეუძლებელია, ან წარმოებელს როგორც ხშირად მითითებულია ხოლმე დატაშიტებში, ან შეიძლება მოვთხოვოთ კონკრეტულ მოწყობილობაზე, რამდენი არის მაგალითად ჩართვის დენი და ამის მიხედვით მოვახდინოთ უკვე უწყვეტი კვების წყაროს შერჩევა. თუ მაგალითად სტანდარტულად უწყვეტი კვების წყაროს უწერია 1-3 ან 3 მეც უძლებს და ჩვენ ვიცით, რომ ამ მოწყობილობას აქ შეიძლება ჩართვის მომენტში 10 მეტი, ესეთი მოწყობილობა შეიძლება ვერ გამოვიყენოთ, ამის მაქსიმალური სიმძლავრე იმ მომენტში არ გვაყოფა უწყვეტი კვების წყაროზე და გადავა უწყვეტი კვების წყარო ავარიულ მუშაობის რეჟიმში. ამიტომ ესიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გარდა ნომინალური სიმძლავრეებისა გავითვალისწინოთ ეგრეთ წოდებული ჩართვის და პიკური დენები. როგორც აღნიშნე ინდუსტრიულ მოწყობილობებში ეს უფრო მაღალი არის და უფრო დიდხანს გრძელდება, ყველაზე მთავარი რაც არის და ამიტომ ასეთი შემთხვევაში გამოიყენება ინდუსტრიული სპეციალიზირებული ინდუსტრიული ეგრეთ წოდებული ტრანსფორმატორიანი უწყვეტი კვების წყაროები, რომელშიც არის ცალკე მითოვებული ტრანსფორმატორი, რომელიც ახდენს იზოლაციას უწყვეტი კვების წყაროსა და მასზე მიერთებულ მოწყობილობებს შორის, ანუ ახდენს გალვანური იზოლაცია არის. ესეთ უწყვეტი კვების წყაროებს აქვს პირველ რიგში მაღალი შეუძლია გაუძლოს მაღალ პიკურ დენებს, მაღალი კრეს ფაქტორი გააჩნია და გადატვირთვისათვის მედეგები არის. ანუ ჩვენ თუ რაღაც დროის მონაკვეთში მივაერთებთ უფრო მეტ ნომინალურ დატვირთვის მოწყობილობებს, ვიდრე UPS-იანი გათვლილი, უფრო მეტი რესურსი აქვს, რომ ესეთ სტრესულ დატვირთვებს გაუძლოს. ამიტომ როგორც წესი, ინდუსტრიული მოწყობილობებისთვის და ინდუსტრიულ საწარმოებში რეკომენდირებული და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის გამოვიყენოთ მხოლოდ ინდუსტრიული, ანუ ტრანსფორმატორიანი უწყვეტი კვების წყაროები. რაც შეეხება ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და უკვე გადავედით უწყვეტი კვების წყაროს უკვე სიმძლავრის შერჩევაზე. დავადგინეთ, რომ ნომინალური სიმძლავრი გვაქვს რაღაც, პიკური დენების ყველაფერი დათვლილი გვაქვს. რა არის რეკომენდაცია უწყვეტი კვების წყაროს შერჩევისას, ხო? როგორც წესი, წარმოებლებიც იძლევიან ესეთ რეკომენდაციას, თუმცა სხვა და მეთოდოლოგიითაც მივდივართ საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ კარგი არის თუ უწყვეტი კვების წყაროს შევარჩევთ, რომელიც დატვირთული იქნება თავის ნომინალური სიმძლავრის 50-დან 80%. 50%-ზე დაბალი დატვირთვის შემთხვევაში ესეთი უწყვეტი კვების წყარო არის არაეფექტური, ანუ ეკონომიკური ეფექტურობა აქვს დაბალი, ანუ ჩვენ შევარჩიეთ ისეთი უწყვეტი კვების წყარო, რომელიც რეალურად არ გვჭირდებოდა, უფრო დაბალი სიმძლავრის მოწყობილობები გვაქვს მიერთებული მასზე, ვიდრე
გჭირდება რომ მეტი თანხმის გადახდა მოხდა, ხოლო რაც შეეხება 80% შემთხვევაში ერთის მხრივ ესეთი უწყებების წყარო შეიძლება უფრო მალე გამოვიდეს ექსპლუატაციიდან, ანუ მისი სამუშაო რესურსი შემცირდეს, იმიტომ რომ მას უწევს პიკურ სიმძლავრეზე მუშაობა დროის დიდ მონაკვეთში, ანუ ფაქტობრივად სრულად თავის ექსპლუატაციის პერიოდში და მეორე არის რომ იზრდება საშიშროება, რომ პიკური დატვირთვას ან მაქსიმალურ დატვირთვას უფრო ხშირად მიუახლოვდეს. ანუ დამატებით ჩვენ რაღაც მოწყობილობა ჩავთეთ ქსელში და უფრო დიდი შანსი არის, რომ მიუახლოვდეს პიკურ დატვირთვას და შეიძლება მან გამოიწვიოს უწყვეტი ქვების წყაროს ავარიული გამორთვა. ამიტომ ყველაზე კარგი ესეთი ოქროს შუალედი ეს არის 50-დან 80%-მდე თუ შევარჩევთ ისეთ უწყვეტი ქვების წყაროს, რომელსაც ნომინალური ჩვენ რა მოწყობილობების გვაქვს მიერთებული, მათი ნომინალური დატვირთვა იქნება ამ შემთხვევაში 50-დან 80%-მდე, ანუ ეს იდეალური შემთხვევა იქნება, ერთის ფინანსურად მომგებიანი და მეორე UPS-ის ექსპლუატაციის პერიოდიდან გამომდინარე, რომ უფრო დიდხანს იმუშავებს უწყვეტი ქვების წყარო და მათი კომპონენტები უფრო ნაკლებ ცვეთას განიცდიან ამ შემთხვევაში. ნუ ესეც შეგვიძლია გავითვალისწინოთ უწყვეტი ქვების წყაროს შერჩევისას. უწყვეტი ქვების წყაროებზე კიდევ ერთი გავრცელებული ესეთი ფენომენი არის, როდესაც ჩვენ გვჭირდება მაგალითად ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დრო, ხშირად არის რომ მოხმარებელი ირჩევს უწყვეტი ქვების წყაროს ზრდის უწყვეტი ქვების წყაროს სიმძლავრეს, ხო? უწყვეტი ქვების წყაროები არსებობს ორი ტიპის, არის ინტეგრირებული აკუმულატორებით, რომლებიც როგორც წესი ხშირად მათში განთავსებული არის 7 ან 9 ამპერ-საათიანი აკუმულატორები და არსებობს გარე გამოყენების, ან გარე მიერთები, უბრალოდ გარე მიერთების უწყვეტი ქვების წყაროები, რომელსაც გარედან უერთდება აკუმულატორები იმის მიხედვით, ჩვენ რა თუ რა ტევადობის აკუმულატორები გვჭირდება. რატო არის ესეთი მაგალითად აღქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ უწყვეტი ქვების წყაროს სიმძლავრე და უფრო დიდხანს იმუშავებს ავტონომიურ რეჟიმში, ანუ ელექტროენერგიის გათვის შემთხვევაში. აქ არის მოყვანილი მაგალითი, მაგალითად 1 კილოვატიანი უწყვეტი ქვების წყაროსში განთავსებული არის 2,9 ამპერ-საათიანი აკუმულატორი, 2 კილოვატიანში არის 4, 3 კილოვატიანში 6 და 6 კილოვატიანში 16, ხო? თუ ჩვენ დატვირთვა გვაქვს ნომინალური დატვირთვა მაგალითად 1 კილოვატ-საათი ამ შემთხვევაში 1 კილოვატი yani UPS-ზე ნომინალური დატვირთვა 80%-ს მანგარიშობ ხოლმე. ესეთი უწყვეტი ქვების წყარო მუშაობს 3-დან 5 წუთამდე, ხო? თუ მომხმარებელს უნდა რომ უფრო მეტი ან იმუშაოს, შემთხვევაში ირჩევენ რომ მოდი 2 კილოვატიანი უწყვეტი ქვების წყარო შევიძენ, კი? რეალობაში ესე არის, იმიტომ რომ იქ აკუმულატორების რაოდენობა არის მეტი და პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის რომ უწყვეტი ქვების წყაროს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა დამოკიდებული არის მხოლოდ აკუმულატორების ტევადობაზე და არანაირად უწყვეტი კვების სიმძლავრეზე. უწყვეტი კვების წყაროს სიმძლავრეზე დამოკიდებული არის მხოლოდ მასზე მიერთებული მოწყობილობების სიმძლავრე. ანუ იმს უნდა გაუძლოს იმ სიმძლავრეს, რაც არის მასზე მიერთებული. და ამიტომ პროპორციულად თუ უფრო მაღალი სიმძლავრის უწყვეტი კვების წყაროს ავიღებთ, პროპორციულად იქ განთავსებული არის უფრო მეტი რაოდენობის აკუმულატორები და ბუნებრივად გაუძლებს უფრო დიდხანს იმუშავებს ავტონომიურ რეჟიმში, თუმცა უნდა აღინიშნოს ეს არაეკონომიური გადაწყვეტა არის ამ შემთხვევაში, ხო? ზოგადად ინტეგრირებული უწყვეტი ქვების წყაროები არის გათვლილი სულ რამდენიმე 3-დან 5 წუთამდე რო იმუშაოს, ხო? ეს რა შემთხვევებში, როდესაც ელექტროენერგია გაითიშება, მაგალითად ჩვენ მუშაობთ კომპიუტერთან, მოვასწროთ ამ ინფორმაციის შენახვა და კომპიუტერის გამორთვა, რომ არ გადავიდეს ავარიულ რეჟიმში. და ასევე სანამ ჩაირთვება გენერატორი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ირთვება როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში, სანამ გენერატორი ჩაირთვება, სიმძლავრეს მოგვაწვდის მოგწელს, ამ შემთხვევაში სრულიად საკმარისი არის 3-დან 5 წუთამდე ეს პერიოდი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი ქვების წყარო ამ შემთხვევაში უწყვეტობას. ჩვენ თუ გჭირდება ელექტროენერგიის გათვის შემთხვევაში უწყვეტი ქვების წყარო დიდხანს იმუშაოს, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება სიმძლავრის გაზრდა, არამედ გვჭირდება აკუმულატორის ტევადობის გაზრდა, ხო? ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ისეთი უწყვეტი ქვების წყარო, რომელსაც გარედან უერთდება აკუმულატორები და შევარჩიოთ, დავითვალოთ და შევარჩიოთ იმ ტევადობის აკუმულატორები, რომლებიც გვჭირდება და შეიძლება ეს იყოს 1 საათი, 2 საათი, 8 საათი ან 24 საათიც კი, ანუ სხვადასხვა გადაწყვეტებში სხვადასხვა ეს ამოცანები გქონდეს. განსაკუთრებით მაგალითად უსაფრთხოების სისტემები, როდესაც ვიდეო კამერები სულ ჩართული უნდა იყოს 24 საათიან მონიტორინგში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მაღალი ტევადობის აკუმულატორები, რომლებიც იმუშავებენ თუნდაც 24 საათის ელექტროენერგიის წვეთის შემთხვევაში, ხო?
ამიტომ ეს ინდივიდუალური არის და კონკრეტული პროექტის მიხედვით უნდა დავითხოთ აკუმულატორების ტევადობა და არა ის საჭირო გავზადოთ უწყვეტი წყაროს სიმძლავრე. და ასე უნდა აღინიშნოს, რომ პატარა სიმძლავრის აკუმულატორებს, რომლებიც არის მაგალითად 7 ამპერიანი, 9 ამპერიანი, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლები არის, ვიდრე მაღალი ტევადობის აკუმულატორების. ანუ 40 ამპერზე და ზევით აკუმულატორების ტევადობა ორჯერ მეტი არის, ვიდრე პატარა 7 და 9 ამპერ-საათიანი აკუმულატორის შემთხვევაში. და ამ შემთხვევაშიც უფრო ოპტიმალური არის თუ გჭირდება ჩვენ მაღალი ტევადობის აკუმულატორები, უფრო მაღალი სიმძლავრის აკუმულატორები შევარჩიოთ, ვიდრე დავერყვნოთ 7 და 9 ამპერ-საათიან აკუმულატორებს. თანამედროვე ტენდენციები არის ასევე, რომ ინტეგრირებული აკუმულატორებად ვიყენებთ ლითიუმის აკუმულატორებს. განსაკუთრებით ეს, რომელიც არის სასერვერო დატა ცენტრებში იქნება თუ მცირე ზომის რეკებში, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტეგრირებული აკუმულატორები 1-დან 3 კილოვატამდე სიმძლავრის აკუმულატორები, სადაც განთავსებული არის ლითიუმის, ამ შემთხვევაში ტყვია ფოსფატის ტიპის აკუმულატორები. და ეს ერთი არის, რომ ექსპლუატაციის პერიოდი პრიამჟავ აკումულატორთან შედარებით ლითიუმის აკუმულატორებს აქვს ბევრად დიდი ციკლების რაოდენობა აქვს 2000-მდე, ანუ ფაქტობრივად ყოველდღე ელექტროენერგია 100%-ით არ ითიშება ისე, რომ 100%-ით მოხდეს უწყვეტობის განმუხტვა, აკუმულატორების განმუხტვა და ფაქტობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში სრულად უპრობლემოდ იმუშავებს ესეთი ტიპის უწყვეტობის წყაროების სიმძლავრის კოეფიციენტი აქვს 1, ამ შესაბამისად შეგვიძლია მივაერთოთ ნებისმიერ ტიპის მოწყობილობა ამ შემთხვევაში ისეთი, რომელიც ყოველ ფაქტორის 1-მდე აქვს, როგორც წესი. სუბუქი არის ლითიუმის აკუმულატორები ზოგადად, როგორც წესი, ტყვიამჟავ აკუმულატორთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია და ინსტალაციაც რეკებში განთავსება უფრო ადვილი არის. და ნომინალურ დატვირთვაზე მუშაობს შემთხვევაში თუ იყოს რაღაც 3-დან 5 წუთამდე დაახლოებით 9 წუთის ფარგლებში, ანუ თითქმის ორჯერ უფრო მეტი დრო მუშაობს იმის გამო, რომ ლითიუმის აკუმულატორების განმუხტვა შეგვიძლია დაახლოებით 90%-ით, მაშინ, როდესაც ტყვიამჟავ აკუმულატორების განმუხტვა რეკომენდირებულია და თვითონ უწყვეტი წყაროს ჩაშენებული დაცვის მექანიზმი დაახლოებით მაქსიმუმ 50%-მდე შეიძლება განმუხტოს უწყვეტი წყაროს. ანუ ფაქტობრივად ლითიუმის შემთხვევაში სრულად ვიყენებთ აკუმულატორებში არსებულ ენერგიას, როდესაც ტყვიამჟავ აკუმულატორების შემთხვევაში 50%-ით ვიყენებთ ამ ენერგიას, რადგან სრულ განმუხტვაზე აკუმულატორების ექსპლუატაციის ზღვა და მნიშვნელოვნად მცირდება. ამიტომ თანამედროვე გადაწყვეტაში ერთ-ერთი არის ესეთი ლითიუმის უწყვეტი წყაროების გამოყენება და ჩვენთან 1-დან 3 კილოვატამდე ესეთი ტიპის უწყვეტი წყაროები არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, როდესაც ვახდენთ უწყვეტი წყაროს შერჩევას, თუ ვთქვათ მაგალითად ჯერ არ ვიცით, ვთქვათ, ოფისს ვაჩვენებთ და გვჭირდება ცენტრალიზებული უწყვეტი წყაროს შერჩევა, ну, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პარამეტრების სიმძლავრის შერჩევას ვახდენთ პარამეტრების, ანუ იმ მოწყობილობების, რაც ოფისში გვექნება, ამ მოწყობილობის სიმძლავრის ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით შერჩევას. თუმცა თუ უკვე არსებული არის და ჩვენ გვაქვს რაღაც კონკრეტული სიმძლავრი მუშაობის პერიოდში უკვე გამოცდილი არის, შეგვიძლია მოვახდინოთ მონიტორინგის სისტემა, სპეციალური ესეთი გვაქვს ესეთი სერვისი, მოვახდინოთ მოწყობილობის განთავსება გარკვეული დროის პერიოდში, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას ძაბვას, დენის ძალას, სიხშირეს, ანუ ერთის ქსელის ხარისხსაც მონიტორინგი შეგვიძლია განხორციელდეს. ასევე რეალური სიმძლავრი რამდენი გვაქვს მთლიან ტერიტორიაზე ამ ობიექტში, ასევე სრული სიმძლავრი რამდენი არის, რეაქტიული სიმძლავრი რამდენი არის და რამდენი არის მაგალითად ჯამში ამ ობიექტის სიმძლავრის კოეფიციენტის გამოთვალოთ, ხო? ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ დროის განმავლობაში, ეს იქნება რამდენიმე დღე თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში და ამის მიხედვით შევარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური უწყვეტი წყარო. ასევე შევარჩიოთ აკუმულატორები თუ რამდენი ხანი გვინდა იმუშაოთ ავტონომურ რეჟიმში და რასთავარია სიმძლავრე უწყვეტი წყაროს სიმძლავრე შევარჩიოს ამის მიხედვით. ანუ ეს მონიტორინგის სისტემაც შე შემთხვევაში არის ძალიან სასურველი, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ფინანსური რესურსები უწყვეტი წყაროს ოპტიმალური შერჩევით. ეს გვაძლევს საკმაოდ ისეთი კარგი საშუალებას. Keystari, რომელიც დისტრიბუტორები ვართ ჩვენ 2017 წლიდან, არის მსოფლიოში UPS-ით წარმოებულ კომპანიებს შორის 5-ეულში.
თუ თვითონ ჩინური კომპანია არის, რომელიც 1993 წელს დაარსდა და ძირითადად ორიენტირებული არის უწყვეტითების წყაროების და აკუმულატორების წარმოებაზე და ჩინეთში არის ნომერ პირველი კომპანია, რომელიც აწარმოებს უწყვეტითების წყაროებს, ანუ პირველ ადგილზე არის ჩინეთის შეთხოვა, რაც შეეხება მსოფლიოს, როგორც მოგახსენეთ, შედის ხუთეულში. ჩვენ გაგვაჩნია კომპანიის ოფიციალური სერვის ცენტრი და ნებისმიერი, ანუ შერჩევა იქნება ეს უწყვეტითობის წყაროების შემდგომი ექსპლუატაცია თუ სხვა რაღაც ნებისმიერი საკითხზე შეგვიძლია გაქცეთ ამწურავი პასუხი, როგორც ჩვენი ინჟინრების დახმარებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში წარმოებელთან სრულყოფილი კომუნიკაციის შედეგად. ეს იყო დღევანდელი ვებინარის ესეთი მოკლე ასე ვქვათ, შერჩევა. მოდით ხა გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. თუ გაქვთ კითხვები, როგორც მოგახსენეთ, ნებავთ ჩატში, ნებავთ ხელისაწევის ფუნქციით ან კითხვა-პასუხის მოდულით შეგვიძლია დავგვისვათ კითხვები. ისმენთ. როგორც აღმოჩნდა კითხვები არ არის, კი. გამარჯობა, რატომ აკუმულატორების არჩევანი არის? ჩვენ ამჟამად გარიაკულატორების არჩევანი გვაქვს 7 ამპერიანი გვახსენებთ ძირითადად ინტეგრირებული აკუმულატორის გამოიყენება 20-იანი, 40-იანი, 75-იანი გვაქვს, 100 ამპერიანი გვაქვს, 200 ამპერიანი, რაც შეეხება ტყვიამჟავა აკუმულატორებს და გვაქვს ასევე ლითიუმის აკუმულატორები 100-იანი, 150-იანი სწორად მახსოვს და 200-იანი. ანუ შეგვიძლია ესეთი ტიპის აკუმულატორები ავარჩიოთ ბატონო გიორგი. ისმენთ კიდევ? ძაბები, როგორც წესი, ტყვიამჟავა აკუმულატორების შემთხვევაში არის 12 ვოლტი, ლითიუმის აკუმულატორების შემთხვევაში გვაქვს 24 ვოლტიანი და 48 ვოლტიანი ვერსიებიც. ჩვენ ვებგვერდზე არის დავწერთ, მაინც intel.com.net. ჩვენ ვებგვერდზე განთავსებული არის სრული ინფორმაცია, როგორც ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე ჩამონათვალი და ფასები, საცალო ფასები და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გადახედოთ და რა თქმა უნდა, როგორც პირადად მე დამეკავშირდეთ, ან უღმართოთ კომპანიის, როგორც შოურუმში შეგიძლიათ გაათვალიეროთ ასევე უწყვეტითობის წყაროები, სხვა პროდუქტებიც და ასევე ვებგვერდზეც. სამი ყვა უწყვეტი UPS-ი, 100 ამპერიანი აკუმულატორებით ხომვე დაუერთებთ, რადგან სხვა თუ არაფერი ვერ დატენის. რაც შეეხება 3 კილოვატიანი უწყვეტითობის წყაროზე 100 ამპერიანი აკუმულატორები, შეგვიძლია მივაერთოთ ასე 3 კილოვატიანი უწყვეტითობის წყაროს უერთდება 8 აკუმულატორი და ჩვენ თუ გჭირდება ამ ხილა მოცულობა, ანუ 8 ამპერიანი აკუმულატორი შეგვიძლია მივაერთოთ, რადგან 3 ამპერიან 3 კილოვატიანი უწყვეტითობის წყაროს გააჩნია 6 ამპერიანი დამუხტველი და 6-იანი, ხო, ამ ეტაპზე რაც გვაქვს ის არის იმას აქვს 6 ამპერიანი. ზოგადად რეკომენდირებული ამ ესეთია, ვთქვათ, არის რომ ტყვიამჟავა აკუმულატორები უნდა დაიმუხტოს 100-დან 15%-მდე, მაქსიმუმ 15% დამუხტვით, ან მას უფრო მეტი დამუხტვა არ შეიძლება. 3 ამპერიანი დამუხტველი, 6 ამპერიანი დამუხტველით ეს დაახლოებით შეადგენს 12 საათს. სულად თუ განიმუხტას, დაახლოებით 8-დან 12 საათამდე შეიძლება დამუხტეს, დაჭirdეს დამუხტვა. რაც როგორც წესი არის ისეთი ნორმალური არის და ძალიან ხშირად გამოგვიყენებია 3 კილოვატი უწყვეტითობის წყაროზე 100 ამპერიანი აკუმულატორები. ასევე შეგიძლიათ გამომათ არჩი. გამარჯობა, მაგალითად 1 კილოვატიანი UPS და გარემი ერთების აკუმულატორების არჩევისას მაქსიმალური ამპერი როგორ გავითვალისწინოთ, რომ ისეთი ზღვარზე არ გადავსდეთ აკუმულატორის დატენისას პერიოდს მაქსიმალურად რომ არ გავზარდეთ. რაც შეეხება აკუმულატორების დაცვის მეთოდოლოგიას, რომელიც უწყვეტითობის წყაროს გააჩნდება, ძალიან მარტივად არის, როდესაც მივაერთეთ უწყვეტითობის წყაროს, ვირჩევთ აკუმულატორის ტევადობას და თვითონ აკუმულატორების ტევადობას და ნუ რაოდენობა ისედაც სტატიკურად არის
ზოგიერთ უწყებების წყაროში განსაზღვრული უკვე და ზოგიერთ მოდელებში არის, რომ შეგვიძლია სხვადასხვა კომბინაციები არსებობს რაოდენობის, რომ მივაერთოთ. როგორც კი ავიჩეთ აკუმულატორის ტევადობას, უწყებების წყარო ავტომატურად განსაზღვრავს უკვე დამუხტვის სიმძლავრეს. როგორც წესი ამ ჩვენ უწყებების წყაროებში და ფაქტობრივად თანამედროვე უწყებების წყაროებში ფაქტობრივად ყველგან უკვე ჩაშენებული არის ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური დამუხტვის, ანუ სამსაფეხურიანი დამუხტვის ტექნოლოგია, რაც ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე დამუხტვა ხდება მუდმივი დენის ძალით, შემდგომ მუდმივი ძალით და მესამე ეტაპი არის შემანარჩუნებელი, ანუ უბრალოდ მუხტს იმნარჩუნებს აკუმულატორი და ამ ყველაფერს უწყებების წყარო ავტომატურად არეგულირებს. ასევე ერთ-ერთი პარამეტრი, რაც შეგვიძლია უწყებების წყაროში მივუთითოთ, ეს არის მაქსიმუმი განმუხტვის პარამეტრი და მივუთითოთ თუ ჩვენ გვჭირდება აკუმულატორის უფრო ღრმად განმუხტვა, შევამციროთ ერთი კილის ძაბვა მივუთითოთ და განიმუხტება უფრო ღრმად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში აკუმულატორების ექსპლუატაციის ვათა მცირდება, რაც უფრო მეტად განმუხტავთ ტყვიამჟავა აკუმულატორებს, ამიტომ ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ იმ შემთხვევაში, ამ ჩვენ საჭიროები გვაქვს მაგის მიხედვით, რომ შევაჩეროთ. ესენები ბარათზე შეგიძლიათ მოკლედ თქვათ რა არის და მისი ძირითადი დანიშნულება. რაც შეეხება SNP ბარათს, SNP ბარათის ძირითადი დანიშნულება არის მონიტორინგის განხორციელება და ინფორმაციის მოწოდება სხვადასხვა მოვლენების შემთხვევაში, ხო? SNP ბარათი დგება უწყებების წყაროში, რომელიც ქსელით, ან კომპიუტერულ ქსელით მიერთდება და შეუძლია გამოგვიგზავნოს ინფორმაცია ელექტრონულ პოსტაზე. მაგალითად, აკუმულატორი გაითიშა, ამ შემთხვევაში გადავიდა, ან ელექტრონიკა გაითიშა უბრალოდ და გადავიდა აკუმულატორების რეჟიმზე, მოგვაწოდოს ინფორმაცია, შემდეგ მოგვაწოდოს ინფორმაცია თუ აკუმულატორების განმუხტვა მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვას, ამის ინფორმაციაც გამოგვიგზავნოს და ასე შემდგომ. ჩვენ ეხლა ვქნით ფაქტობრივად უკვე ტესტირების რეჟიმში გვაქვს გაშვებული სპეციალური მონიტორინგის სისტემას, რომელიც ცალკე სერვისის სახით გვექნება და ამაზე მოგვიანებით კიდევ ერთ ვებინარსაც გავაკეთებ, რომელიც ზუსტად SNP ბარათებიდან და არა მარტო SNP ბარათებიდან სხვადასხვა ინდუსტრიული მოწყობილობებიდან შეგვეძლება ინფორმაციის მიღება, ამ ინფორმაციის დამუშავება, თუნდაც SMS-ად გადაგზავნა, კრიტიკული შეტყობინებების და ასევე მონიტორინგი იქნება, სტატისტიკური ინფორმაცია და ასე შემდგომ. რო დაუბრუნდეთ SNP ბარათის დანიშნულება არის მონიტორინგი განახორციელოთ დისტანციურად უწყებების წყაროში და ძირითად შემთხვევაში გამოგიგზავნოთ შეტყობინება მოვლენების შესახებ. ასევე SNP ბარათში ჩაშენებული არის კონკრეტული ფუნქცია და შეუძლიათ დღეში ერთხელ გამოგიგზავნოთ მთელი დღის რეპორტი Excel-ის ფაილის სახით, რომელსაც შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ნახოთ დღის განმავლობაში როგორი იყო ძაბვა თქვენს Excel-ში, დატვირთვა როგორი იყო და ასე შემდეგ. ანუ ამისთვის არის SNP ბარათი გათვლილი. Case არის 200 ვატიანი გარე აკუმულატორებიანი უწყობები დაბალ ტემპერატურაზე ბაიპასი გადადიოდა, თუმცა გარე ტემპერატურა დაბალი იყო. ხო, ეგ სანახავი არის, როგორც წესი, ყველა მოწყობილობას აქვს მუშაობის რაღაც დიაპაზონი და ეს მაგის მიხედვით უნდა ვნახოთ. ეხლა ეს კონკრეტულად პასუხს ვერ გაცემთ, ან რამდენი არის სამუშაო ტემპერატურა და შესაძლებელია ბაიპასზე გადადიოდა მაგის გამო ზუსტად. დაბალ ზღვარზე ჩამოდიოდა. სამფაზად დიდი სიმძლავრის გარე აკუმულატორებს როგორ აწყობთ? ძაბვა აკუმულატორებში საბოლოოდ 400 ვოლტია, უნდა დავაკომპლექტეს თუ არა საჭირო და განახდელი იყოს თავისთავად რომ გამომავალი. რაც შეეხება სამფაზად დიდი სიმძლავრის უწყებების წყაროების კონფიგურაცია, გამოვალ ძაბვას რაც შეეხება, შეგიძლიათ გქონდეს 400 ვოლტი ან ფაზებს შორის 400 ვოლტი ან 380 ვოლტი, თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აერჩიოთ აკუმულატორებს. აკუმულატორების ძაბვა რამდენი უნდა იყოს? აკუმულატორების ძაბვა როგორც წესი, აკუმულატორების ძაბვა თვითონ UPS უკვე განსაზღვრული არის, ან მაღალი სიმძლავრის უწყებების წყაროებზე შეიძლება შევხვდეს მივერთდეს მაგალითად 16 აკუმულატორი, შეიძლება 18-20, ის შემთხვევაში მაგალითად უფრო 40 კილოვატი და ზემოთ არის 30, 32, 36, 38 და 40 აკუმულატორით შეგვიძლია მივაერთოთ და კიდევ უფრო დიდ მაღალ სიმძლავრებში, მაგალითად მოდულარული უწყებების წყაროებში 50-დან 60-მდე აკუმულატორი შეგვიძლია მივაერთოთ. ამ შემთხვევაში ძაბვა, ანუ იმდენი ძაბვა იქნება პლუს 12-ზე გადამრავლებული თითოეული აკუმულატორის ძაბვა. დაკომპლექტება მაგის მიხედვით ხდება. კი, დაკომპლექტება, ანუ რამდენი აკუმულატორი გჭირდება, მაგის მიხედვით ვაკომპლექტებთ უკვე უწყებების წყაროს, ანუ აკუმულატორების რაოდენობას ვირჩევთ ამ შემთხვევაში და ის თვითონ განსაზღვრავს უკვე რამდენი ძაბვა უნდა მიაწოდოს აკუმულატორებს, ბატონო გიორგი.
აა ამ ვებინარის ვიდეო აიტვირთება რამდენიმე დღეში ჩვენს YouTube არხზე და შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე არის მითითებული როგორც YouTube არხის მისამართი, ასევე Facebook გვერდის მისამართი და სამომავლოდაც შეგიძლიათ პარკურიადენოთ ვებინარებს როგორც ჩვენ ვებგვერდზე არის, ასევე Facebook გვერდზე, ასევე თუ არ ხართ რეგისტრირებული ჩვენ საიტზე დარეგისტრირდით და გამოწერის სახით, სიახლეების სახით მიიღეთ აღნიშნულ ინფორმაციასაც. თუ შეგიძლიათ მცირე ინფორმაცია მოგცეთ რა განსხვავება ონლაინ ონლაინ UPS-ებს შორის. ორი სამი ძირითადად მახასიათებელია. თქვენ გულისხმობთ ალბათ ლაინტერაქტივსა და ონლაინ შორის სხვაობა. პირველი სხვაობა რაც არის მთავარი, რომ power factor-ი, ანუ რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ლაინტერაქტივის შემთხვევაში, როგორც წესი, ეს არის 0.6 და ძირითადად ეს გათვლილი არის პერსონალური კომპიუტერებისთვის. მეორე ის არის, რომ ერთ-ერთი კი ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ლაინტერაქტივ უწყვეტიკვების წყარო, როდესაც გადადის აკუმულატორების რეჟიმზე, მას აქვს არ აქვს სუფთა სინუსოიდა, რაც ნიშნავს სუფთა სინუსოიდა, რომ მაღალი კლასის მოწყობილობები, მაგალითად, გათბობის ქვაბი რო არ იყოს სიტყვაზე, ხშირად ყოფილა ესეთი მოთხოვნა და იმიტომ ეხლა უბრალოდ გამახსენდა, გათბობის ქვაბი თვითონ ნომინალურად ძალიან დაბალ სიმძლავრეს მოიხმარს და ეს წარმოიდგინეთ, რომ აბაზანაში ვარ და გაითიშა ელექტროენერგია და ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება, რომ გათბობის ქვაბმა იმუშაოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრე ყოფნის ლაინტერაქტივის უწყვეტიკვების წყაროსი ის უზრუნველყოფს სუფთა სინუსოიდას და ამ შემთხვევაში ეს ქვაბი არ მუშაობს. იმიტომ მაღალი კლასის მოწყობილობებისთვის ძალიან გრძნობი არის ხშირ შემთხვევაში ისა სინუსოიდა. მეორე ის არის, რომ რაც შეეხება დაცვას, ხო? ლაინტერაქტივის შემთხვევაში შემავალი ძაბვა რაც გვაქვს, როგორც წესი გამომავალი ძაბვაც იგივე გვაქვს ამ შემთხვევაში თუ კი არის ჩაშენებული, მაგრამ ჩვენი UPS-ებში ჩაშენებული არის ძაბვის რეგულატორი, რომელიც ბიჯურად არეგულირებს ძაბვას და არა კონკრეტულად მაგალითად, რომ ყოველთვის გვექნება 230 ვოლტი ან 220 ვოლტი. ამიტომ დამოკიდებული არის ესეთ ბიჯურ რეგულაცია ხდება ძალიან ლაინტერაქტიულ მოწყობილობას, რომელიც თუნდაც ბაზარზე არსებობს. არა აქვს საერთოდ ძაბვის რეგულატორი და ამიტომ შემავალი ძაბვა რამდენიც გვაქვს, იგივე გამომავალი ძაბვა. იგივე ეხება სიხშირესაც, ანუ შემავალი სიხშირე რამდენიც იქნება ქსელის სიხშირე, იგივე იქნება გამომავალი სიხშირე. რაც ონლაინ უწყვეტიკვების წყაროების შემთხვევაში და გადართვის დრო რაც არის, რომ დენის გათიშვის შემთხვევაში აკუმულატორზე გადართვის დრო დაახლოებით არის 12 მილიცამამდე შეიძლება იყოს ეს დრო და როგორც წესი კომპიუტერულ ტექნიკას ან კვების ბლოკებში არსებული კონდენსატორები უზრუნველყოფენ ეს გადართვის დრო არ შეიმჩნიონ, მაგრამ ზოგიერთი მოწყობილობა შეიძლება შეიმჩნიოს ეს გადართვის დრო და გაითიშოს ამ შემთხვევაში ან ვერ მოასწროს ეს კომპენსირება. რაც ონლაინ უწყვეტიკვების წყაროში ფაქტობრივად კი არა გამორიცხული არის. ერთი ის, რომ გამოვალი ძაბვა გვაქვს ზუსტად იგივე რაც გვინდა, გამოვალი სიხშირეს გვაქვს ზუსტად ის რაც ჩვენ გვინდა, ანუ ფაქტობრივად 1% სტომილება არის და ასევე სიხშირის გვაქვს, სინუსოიდა გვაქვს, სუფთა სინუსოიდა და გადართვის თუ გვაქვს 0, ანუ ყველაფერი უპირატესობა. ერთადერთი ლაინტერაქტივის შემთხვევას აქვს ლაინს უწყვეტიკვების წყაროს აქვს უპირატესობა, ეს არის ფასია შედარებით დაბალი და მაგის მედების კოეფიციენტი ამ სიტყვაში რასაც გარკვეულს ენერგიას აქვს უფრო ცოტა უფრო კარგი, იმიტომ რომ ონლაინ უწყვეტიკვების წყარო ორმაგი გარდაქმნა და უფრო მეტ ენერგიას გარჩევს სიტყვაში. მეტი ტექნოლოგიურად რაც ელექტროობას ეხება, არანაირი უპირატესობა არ გააჩნია. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება თუ სადმე გჭირდებათ ყოველთვის გამოიყენოთ ონლაინ უწყვეტიკვების წყარო. გამარჯობა ფინანსით დაკავშირებით რა გახსენებთ როგორ ხდება ამ პარამეტრის დათვლა, რამდენი პროცენტი უნდა გამოვაყროთ სიმძლავრეს. სიმძლავრეს, ანუ როგორც წესი ყველა უწყვეტიკვების წყაროს უწერია ეფექტურობა, აი ზუსტად რადგან საუბრობდი, ლაინტერაქტივის შედარებით მაღალი აქვს, მაგრამ ონლაინ უწყვეტიკვების წყაროს დაახლოებით 5%-მდე მეფრობს. ანუ 5% არის ის ენერგია, რომელსაც სითბოდ გარდაქმნის ამ შემთხვევაში ისა უწყვეტიკვების წყარო. და ეს არის მისი ეფექტურობა. ნუ სხვადასხვა მოდელს სხვადასხვა შეიძლება გქონდეს, ამიტომ აუცილებლად ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა ვნახოთ ეს ინფორმაცია. რეგიონში 100 მეტრის დონიდან დავუდგით 3 ერთი აკუმულატორები, გარემო ტემპერატურა 0-მდე ჩამოდიოდა ზამთარში. დასმული იყო 1000 ვატამდე. კომპიუტერი და კომპიუტერი
მე თუ სწორად მახსოვს, უწყვეტი კვების წყაროს სამუშაო ტემპერატურა იწყება 0-დან, ანუ 0-ზე დაბლა თუ ჩამოდიოდა, დიდი ალბათობა არის უწყვეტი კვების წყარო იმუშაოს ან ავარიულ რეჟიმში, ანუ დაბალი წარმადობით, ან უბრალოდ შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს. დაახლოებით 1 წლის თავზე დეგრადირდა ელემენტები, გათვლა ჰქონდა რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. განმუხტვის ციკლები ძალიან იშვიათად ჰქონდა. ანუ ერთი ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაბალ ტემპერატურაზე უწყლო აკუმულატორების ნომინალური ტევადობა მნიშვნელოვნად მცირდება. როგორც ეს ჩვენ რო ვამბობთ, აკუმულატორის ტევადობა 100 ამპერ-საათი მაგალითად, ეს დათვლილი არის ყოველთვის 25 გრადუს ტემპერატურაზე, ანუ ფაქტობრივად ოთახის ტემპერატურაზე. ერთი ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთარში იმის გამო დაბალია ტემპერატურა აკუმულატორის ტევადობა აუცილებლად მნიშვნელოვნად მცირდება და ზუსტად მაგიტომ არის ის ფენომენი, რომ ზამთარში ხშირად გვიწევს, ფაქტობრივად ზამთარში ვცვლით ხოლმე აკუმულატორებს, მანქანის აკუმულატორებს, იმიტომ რომ ამ დროს ჩნდება ის პრობლემა, რომელიც აქვს რა, ანუ ეს ხო ესეთი ყველაზე ისეთ მაგალითი. მეორე ის არის, რომ აკუმულატორების პევამაზე, რა ქვია, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა. და მე ვეჭობრო, რადგან ზამთარში თქვენ დაბალი ტემპერატურა გქონდათ, ნულამდე ჩამოდით და ზაფხულში შეიძლება ამ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა ხომ არ იყო, რადგან ესეთი მერყეობა არის ტემპერატურის და ფაქტობრივად მაღალი ტემპერატურა პირდაპირ კლავს აკუმულატორების სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამცირებს და ანუ ფაქტობრივად პროპორციულად კი არა, თუმცა გეომეტრიული პროგრესით იზრდება, როდესაც 25 გრადუსს აღწევდა მაღალი ტემპერატურა და ამაზეც შემდგომში შეგვიძლია ჩავატაროთ ვებინარი თუ აკუმულატორზე როგორ გავლენას ახდენს ტემპერატურა. მაგრამ ეს ფაქტორები უნდა ნახო, პირველ რიგში ტემპერატურა არის მათ მნიშვნელოვანი, თორე სხვა მხრივ არ მგონია რამე ფაქტის ყოფილიყო მიზეზი. უწყვეტი კვების წყაროების მოვლის და შენახვის რეკომენდაცია თუ გაგვიზიარეთ. უწყვეტი კვების წყაროს მოვლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის რაც ვთქვი, რომ ნომინალური დატვირთვა არ იყოს, ან მუდმივად არ მუშაობდეს 80%-ზე მეტი, ერთი ეს არის, მე პერიოდულად მას სჭირდება გაწმენდა, ანუ ის ვენტილატორები, რომელიც მასში არის, მკვირის შეიძლება მოახდინოს მკვირისგან შევსება, ამიტომ საჭირო არის გაწმენდა უწყვეტი კვების წყაროს, უნდა შეამოწმოთ ვიზუალურად დაათვალიეროთ და წესით გააჩნია ადგილი, სადაც თუ მტრიან ადგილშია, შეიძლება წელიწადში ერთხელაც, შეიძლება ორჯერაც დაგჭირდეთ, ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ. ანუ ეს უნდა შეამოწმოთ, რომ გადახურებას იწვევს შემდგომ ეს და ანუ კომპონენტები უფრო ადვილად გამოდის ცხოვრიდან. რაც შეეხება აკუმულატორებს, ეს ამისთვის მთავარი არის ტემპერატურა. ანუ აკუმულატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. ანუ მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვნად ამცირებს აკუმულატორების სიცოცხლის ხანგრძლივობას. დაბალი ტემპერატურა ამცირებს ტევადობას. ამიტომ ეს ორი ფაქტორი, ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ. და აკუმულატორების განმუხტვის სიღრმე, თუ ხშირად უწევს აკუმულატორების განმუხტვა, რა თქმა უნდა, უფრო მალე გამოვა მწყობრიდან, ამიტომ გააჩნია აკუმულატორების ეგრეთ წოდებული სიცოცხლის ციკლები და ერთად. ასე UPS-ის უსაფრთხოების მხრივ, უსაფრთხოების მხრივ რაღაც, ну, ელექტროობასაც შეეხება, ეს უსაფრთხოება უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, დამიცება და ასე შემდგომ. თვითონ აკუმულატორები, თანამედროვე აკუმულატორები არის ფაქტობრივად ეს არამომსახურება და აკუმულატორების ვეძახით, მასში არ არის სითხის სახით განთავსებული ელექტროლიტი, ეს შეიძლება იყოს AGM ტიპის აკუმულატორები, ან ჟელე ტიპის აკუმულატორები, ან მით უმეტეს ლითიუმის ტიპის აკუმულატორები, რომელშიც ფაქტობრივად დაზიანების შემთხვევაში ამის საშიშროებას არ წარმოადგენს, ან კორპუსი რომ დაზიანდეს აკუმულატორის, იქიდან არ მოხდება ამ ნივთიერების ჯვავის გადმოღორა და ამიტომ ეს უსაფრთხო. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მეორე არის ელექტროობა და ხშირად მაგალითად, როდესაც მაღალი სიმძლავრის უწყვეტი კვების წყაროს ვეცებთ, იქ აკუმულატორის რაოდენობა, როდესაც არის მაგალითად 40, 50, 60-იც კი, მუდმივი დენი არის ძალიან მაღალი და უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივი დენი ბევრად უფრო საშიში არის, ვიდრე ცვლადი დენი. ამიტომ მუდმივ დენთან მუშაობა, ზოგადად ესეთი კლასის UPS-ები აუცილებლად ელექტროინჟინერმა უნდა მოახდინოს მისი ინსტალაცია და ექსპლუატაცია, შემდგომ თუნდაც შემდგომში სერვისი ან შემოწმება იქნება ეს თუ სხვადასხვა. და აუცილებლად უნდა იყოს ეს ელექტროობასთან მუშაობის წესები დაცული და ასევე რაც შეეხება პერიოდულ მომსახურებას, რაც ვახსენე, გაწმენდა, ასევე კონექტორების გადამოწმება, შემოერთებელი კონექტორების გადამოწმება პერიოდულად, რომ არ მოხდეს ესეთ გადახურება იმ ადგილების კორეზიის გამოწვევა ნაკლებად, მაგრამ თქვათ კარგი კონტაქტი თუ არ იქნება, შეიძლება გამოიწვიოს ამან დაზიანება და გადახურება კონტაქტების. ამიტომ ესიც პერიოდულად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით მაღალ სიმძლავრეებს
ეხება თვითონ იქნება სადენები და პერიოდულად გაციება გაგრილების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამ ჯანჭიკების მოშრება და ამიტომ ეს არის შესამოწმებელი. ეს კითხვებიც დაისვა, უმეტესად შეგვიძლია, ხო? ესეა საშუალებით ვაწარმოოთ მონიტორინგი, რომ თავიდან ავიცილოთ მაგალითად აკუმულატორის დეგრადირება. SNMP ბარათები, როგორც წესი, UPS-ისგან ტემპერატურას მიღება ყოველთვის არ ხდება. ამიტომ ჩვენ, როგორც ვახსენე, მონიტორინგის სისტემა ცალკე გვექნება და ტემპერატურის დატენების მონიტორინგი შეგვიძლია განვახორციელოთ. თუმცა ზოგიერთ SNMP ბარათში შეიძლება გარედან იყოს საშუალება, რომ მიუერთდეს ტემპერატურა. რაც შეეხება მონიტორინგს, ხო ტემპერატურა შეიძლება უბრალოდ ტემპერატურის მონიტორინგი განახორციელოთ SNP ბარათით, მაგრამ კონტროლს ვერ განახორციელებთ, რომ შემთხვევაში მაღალი იყო ტემპერატურა თუ დაბალი იყო, ну ეს უკვე ინდიცირება გათბობის სისტემა უნდა გქონდეთ, მაშინ იქ დანერგილი. ну როგორც წესი უწყვეტი კვების წყაროს გამოყენება ხდება ძირითადად უფრო შიდა ტერიტორიაზე ამ თვითონ განთავსება, იმიტომ რომ აკუმულატორების ძალიან მნიშვნელოვანი არის ტემპერატურა. იმ შემთხვევაში თუ აკუმულატორებს უწევთ რაღაც კრიტიკულ გარემოში მუშაობა, ჩვენ მაგალითად გამოგვიყენებია მიწაში განთავსება აკუმულატორების, რადგან მეტნაკლებად კი არ რაღაც 50 სანტიმეტრის ქვემოთ მიწაში ქვე ტემპერატურა არის 15 გრადუსი და მნიშვნელოვნად ვიცავთ აკუმულატორების დაზიანებისგან. და ესეც არის. ესენები ბარათი, კი ბატონო, მონიტორინგი შეიძლება. ტემპერატურაც შემოწმებაც არის შესაძლებელი რიგ შემთხვევებში. კი ბატონო, გისმენთ კიდევ კითხვები? მადლობა თქვენ, რომ ესეთ დაინტერესება გამოიწვია და როგორც მოგახსენეთ, ვებინარიც განთავსდება ჩვენს YouTube თავზე და ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ვებგვერდზე განთავსებული არის საკონტაქტო ინფორმაცია ან მოგზავნეთ ჩვენთან ოფისში შოურუმში სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ პროდუქცია როგორც უცხოეთის წყაროების მიმართულებით, აკუმულატორების მიმართულებით, ეს იქნება ის ენერგია თუ სხვა ქსელური მოწყობილობები და ნებისმიერ კითხვაზე როგორც ჩვენი გაყიდვების ასევე ინჟინერების ჯგუფი გაცემენ მოწურავ პასუხს. ისმენთ კიდევ ხომ არ გაქვთ კითხვები? კარგით, მაშინ როგორც ჩანს, კითხვები აღარ არის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ ვებინარამდე. მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ესეთ შეფასებისთვის. კარგად, ზანდებოდეთ.